საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა უკვე ცნობილია. სიღნაღის რაიონში სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. საერთაშორისო მედია სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების C-130 ტიპის თვითმფრინავი განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრში ჩამოვარდა. შალვა სუმბაძე არკვევს დეტალებს და გვერდება ახლა მოამბის ეთერში. გარდაცვლილი 20 თურქის სამხედროს ვინაობა უკვე არის ცნობილი. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უკვე ავრცელებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ის განახლებული ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მედიას გააჩნია. იქამდე კი სანამ ოფიციალური უწყებები გააკეთებენ განმარტებებს, რაიმე ოფიციალური უცნობა არ არსებობს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის საერთაშორისო მედიაში რა შეიძლება იყოს მთავარი გამომწვევი ამ ავიაკატასტროფის და მახველდება ორ მნიშვნელოვან ასპექტზე ყურადღება. საერთაშორისო მედიის ცნობით შესაძლებელია ორი მთავარი მიზეზი არსებობდეს, რის გამოც თურქულმა სამხედრო C-130 ტიპის თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა. ერთის მხრივ სახელდება ბორტის კოროზირება, რამაც შეიძლება შექმნა ტექნიკური პრობლემა და სწორედ ამან გამოიწვია ავიაკატასტროფა. მეორეს მხრივ განიხილება, რომ ტვირთი, რომელიც იყო ამ ბორტზე, იყო არასწორად გადანაწილებული და შესაძლებელია, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო. მე კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ჯერჯერობით არც ერთი წყარო ამ ფაქტს, ოფიციალური წყარო ამ ფაქტს არ ადასტურებს. საგამოძიებო მოქმედებები კი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ტერიტორიაზე. ასევე ამ პროცესში, როგორც ვიცით, დაუზუსტებელი ინფორმაციით ასევე ჩართული არის თურქული მხარეც და მონაწილეობს იმ ძებნაშველის ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობს ჩემგან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით. ამაზე ახლოს მისვლის შესაძლებლობა არც ქართულ და არც საერთაშორისო მედიას არ გვეძლევა და ველოდებით უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისგან განმარტებებს და ცნობებს, რა შეიძლება გამხდარიყო გამომწვევი მიზეზი ამ ავიაკატასტროფის. მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებიან საკოორდინაციო შტაბში და პირადად აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას, ხელმძღვანელობენ იმ პროცედურებს, რომელიც არის გათვალისწინებული. ხოლო რაც შეეხება ქრონოლოგიას, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, გუშინ გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანიდან აფრენილი C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან მალევე განგაშის სიგნალის გარეშე გაქრა რადარიდან. ის შემდეგაც საქაერო ნავიგაციამ ძებნაშველის ოპერაცია დაიწყო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა ეს თვითმფრინავი და ჯერჯერობით, როგორც გითხარით, არ არსებობს ასე ვთქვათ კონკრეტული მიზეზი, რის გამო განიცადა ამ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა აზერბაიჯანიდან თვითმფრინავი და ჩამოვარდა საქართველოში, სამი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მუდმივ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან და ცდილობენ ყველა განახლებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ. ამ შემთხვევაში გუშინვე გახდა ცნობილი, რომ მაგალითად თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა ქართველ კოლეგას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად კოორდინაცია არსებობს უმაღლეს დონეზე. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე და ველოდებით მეტ ინფორმაციას და ბუნებრივია შემდგომ გამოშვებებში ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. შალვა სუმბაძე იყო მოამბის ეთერში.